ეს სფერო ესთეტიკური გინეკოლოგია მხოლოდ იმ ტაბუს და გამოიყო დახურული, რაც არსებობდა, ხო? როდესაც ყურადღებას არ აქცევენ ქალბატონები ამას წლების განმავლობაში, შეიძლება მოხდეს პროლაპსი. არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე საბოლოო ჯამში პრობლემაში გადაიზრდება. ჯაჭვურად არის მიბმული. მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არ უმჯობესდება, ფუნქციური თვალსაზრისითაც გაუმჯობესება ხდება ცხოვრების ხარისხის. დაახლოებით რამდენი ქალი იტარებს საშოს გამაახალგაზრდავებენ ან გამაჯანსაღებელ პროცედურას. მცირე ინვაზიური ბევრი ჩარევა გაჩნდა, რაც ნაკლებ რეაბილიტაციას მოითხოვს. უფრო კარგად ავხსნათ ლაბიოპლასტიკის სიმარტივე, მოდი ასე ვთქვათ. მცირე ინვაზიურ ჩარევებს აქვს თავისი პერიოდი, რამდენიმე წელი. შარდის შეუკავებლობის დროს ძაფი ახსენეთ ერთ-ერთი მეთოდი. ძალიან დიდი დისკომფორტია ქალბატონებისთვის, შარდის სტრესული შეუკავებლობა. ურჩევთ თუ არა ამ ტიპის პაციენტებს ჩაიტარონ მაგალითად ვაგინოპლასტიკა ან ლაბიოპლასტიკა. ვაკეთებთ საშოს პლაზმოლიფტინგს, შედეგი ძალიან კარგია. და პროცედურა მარტივია? ძალიან. რამდენი ხანი გრძელდება? გაუტკივარებაც კი არ სჭირდება. თავდაჯერებულობის ხარისხიც, ცხოვრების ხარისხსაც იმდენად უცვლით. და ამ დროს მარტო ქალი კი არ ზარალდება, ოჯახი ზარალდება, წყვილი ზარალდება. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, კოდკასტის მორიგი ეპიზოდია. დღეს საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ თქვენი თითოეული მოწონება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კოდკასტი როგორც ყოველთვის იწერება სტუდია პოდკასტ პოინტში, ძალიან კარგ კომფორტულ გარემოში. მადლობა სტუდიას მასპინძლობისათვის. ჯერ წარვადგენ ჩვენ ერთგულ სპონსორს, ეს არის აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავა ისრაელის წარმოების პროდუქტებს გვთავაზობს და ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. პოდკასტში დღეს ესთეტიკური მედიცინის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მიმართულებაზე და საკმაოდ აქტუალურ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, ეს არის ესთეტიკური გინეკოლოგია, რაც დღეს დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც სულ უფრო მეტად და მეტად აქტუალური და პოპულარული ხდება. სტუმრად გვეყოლება ჩემი კოლეგა ბიან გინეკოლოგი მარიამ ჯანელიძე, რომელიც ვიწრო სპეციალიზაცია აქვს გავლილი და დახელოვნებული არის ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით, ქირურგიულ სხვადასხვა პროცედურების წარმოებაში. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თემა, რომელსაც ვეხებით, ტაბუდადებულია, მაინც არის რა, ამაზე საუბარი ადამიანებს უჭირთ, ექიმთან ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, შეიძლება ერთი მეორეს ეუბნება რაღაც ვიწრო წრეში, მაგრამ საშველი მაინც ამით არ დგება, თუმცა მედიცინის მხრივ ეს და მიმართულება განვითარდა და ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჭირდება დახმარების აღმოჩენა ამ მიმართულებით, თქვენი მზაობა არის, ხო? გაგუას კლინიკაში ეს მიმართულება, როგორც ვიცი, აქტუალურად არის წარმოდგენილი, თქვენის შეფობით, თქვათ, მეთაურობით, ხო? ასე როგორც მაქვს ინფორმაცია და საკმაოდ წარმატებით. ამისათვის მადლობა კიდევ ერთხელ, რომ დაგვითმეთ დრო და მოხვედით ამ თემაზე სასაუბროთ. მოდი დავიწყოთ ლაპარაკი ესთეტიკური მედიცინა მუდმივი განვითარების გზაზეა, ხო? და ესთეტიკური გინეკოლოგია ბოლო წლები მიება, ასე ვთქვათ, ცალკე რაღაც მიმართულებად, რომელიც საკმაოდ დიდი სეგმენტია, ხო? რა გარღვევები არის ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით? აი, რა ტენდენციები შემოვიდა, გამარტივდა რამე, გაიოლდა უფრო ხელმისაწვდომი გახდა ტექნოლოგიები. აი, მოდი ამით ნენელა მივეპაროთ თემას. რაც შეეხება მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. ალბათ, იმიტომ რომ ადრე ამაზე არ საუბრობდნენ, როგორც აღნიშნეთ, შესაბამისად, ეხლაც უჭირთ, მაგრამ ნელ-ნელა ეს ტაბუ, ესე რომ ვთქვათ, იმსხვრევა. კი, ნამდვილად. აი მეგობრებით თუნდაც, ოდესაც ზოგი მეგობარი მეგობარსაც არ ეუბნება, იმიტომ რომ იმდენად კონფიდენციალურია, კვლევებიც რომ მოვიძიოთ, ბევრი არ მოიპოვება ნამდვილად. ეს evidence based კვლევები. შესაბამისად, ქალბატონები, რომლებიც იკეთებენ ამ პროცედურას და მოდიან ჩვენთან პროცედურის გასაკეთებლად, იმდენად კონფიდენციალურია და არ უნდა რომ არავინ გაიგოს, იქვერჩება, რა თქმა უნდა. ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნა რამაც გაზარდა იყო ის, რომ ეს არის მცირე ინვაზიური ბევრი ჩარევა გაჩნდა, რაც ნაკლებ რეაბილიტაციას მოითხოვს, დაყოვნება არ ხდება კლინიკაში, ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად ეს რეაბილიტაციის პერიოდი, რაც ვთქვათ, ქირურგიული პლასტიკის შემთხვევაში იყო
საკმაოდ ესე არა დიდი, მაგრამ ხანგრძლივი, ხო. ამ შემთხვევაში ხანმოკლეა. ის შეზღუდვები თუნდაც აი ჭრილობის დამუშავება, მედიკამენტების მიღება, ამ შემთხვევაში ეს უფრო გამარტივებულია, ვიდრე ქირურგიის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ქირურგიაზეც არის მოთხოვნა, მაგრამ ეს მცირე манипуляციები, ესე რომ ვთქვათ, უფრო ემარტივებათ და უფრო მოწონთ. კარგი. გამოვყოთ ორი სახე, ვთქვათ, პრობლემატიკის. ერთი არის ესთეტიკა, ვთქვათ, ხო, მცირე დიდი სასიცხო ბაგეების, ვთქვათ, ანატომია, ვთქვათ, ხო, აგებულება და ესთეტიკური მხარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე არის ფუნქციონალური მხარე, ხო? რაც პირველ რიგში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ძალიან დიდ წვლილს თამაშობს. რომელი უფრო აქტუალურია? უფრო ვთქვათ, ესთეტიკური თვალსაზრისით თუ ფუნქციონალური თვალსაზრისით? არის ხშირად შარდის შეუკავებლობა, არის არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი, იმიტომ რომ საშოს წინა ან უკანა კედელი მოდუნებულია. კიდევ ბევრი პრობლემა, ჩვენ ამას ნელ-ნელა მივყვებით რა. აი, თქვენი აზრით რა უფრო წარმოდგენილია, ვთქვათ, ესთეტიკა თუ ფუნქციონალური მხარე? მაგალითად, ლაბიოპლასტიკა ავიღოთ, არის მცირე სასიცხო ბაგეების კორექცია, მაგრამ ქალბატონები ძირითადად მაინც მომართავენ იმის გამო, რომ აწუხებთ და დისკომფორტს უქმნით, აი მაგალითად მჭიდრო ტარენის სამოსის ტარების დროს, ველოსიპედის მართვის დროს, თუნდაც სქესობრივი ცხოვრების დროსაც. შესაბამისად, მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით არ უმჯობესდება, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც გაუმჯობესება ხდება ცხოვრების ხარისხის. თქვენ როცა ეუფლებოდით ამ მიმართულებას, ხო, მე ან გინეკოლოგიიდან, თქვათ, უიწრო სპეციალიზაციით გადაერთეთ, თქვათ, ესთეტიკურ გინეკოლოგიაში. დამატებით გაიარეთ სტაჟირება, მოემზადეთ ამისთვის. აი, როგორ იყო მაგალითად სუფთა სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებით თქვენი განვითარება? დიახ, რა თქმა უნდა, მოითხოვს კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამის კურსებს. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციებს და მცირე ინვაზიურ ჩარევას ჭირდება დამატებითი, ესე რომ ვთქვათ, ცოდნა და სწავლა და ამას აუცილებლად ამ ესთეტიკურ გინეკოლოგიურ ესთეტიკურ ჩარევებს უნდა აკეთებდეს მიან გინეკოლოგი და არა სათანადო, ხო, რა თქმა უნდა. სათანადო სპეციალისტი ნამდვილად. კარგით, მადლობა. მოდით ესე ჩამოვყაროთ, ასე ვთქვათ, ის ძირითადი კონკრეტული ჩვენებები, რა დროსაც თქვენ მარიამს და გაგუას კლინიკას უნდა მომართოს პაციენტმა ვაგინოპლასტიკის თუ სხვადასხვა ესთეტიური პრობლემების მოსაგვარებლად. რა არის ძირითადი, ვთქვათ, 5, 6 ან 7, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში ლიდერი პრობლემა, რისი მოგვარებაც შეგიძლიათ. და შეიძლება დღეს მარიამ საერთოდ აზრზე არ იყოს ჩვენი მსმენელი, რომ მის ორგანიზმში არსებული პრობლემა მოგვარებადია. აი, პირველი არის ტრამული მშობიარობა. ქალი, რომელიც ერთჯერ მაინც არის ფიზიოლოგიურად ნამშობიარები, მისი საშო და აღარ უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. შემდეგ უკვე წლების შემდეგ საშოს კუნთები ნელ-ნელა იწყებს დაწევას. იქ ესტროგენის ნაკლებობა არის და ბევრი სხვა მიზეზის სქესობრივი კონტაქტი აღარ არის ისეთი სასიამოვნო, როგორც ვთქვათ, მანამდე იყო. აგრეთვე ნაწიბურები. ნაწიბურებს, რა თქმა უნდა, მცირე ინვაზიური ჩარევით ვერ უშველით და მას ქირურგიული პლასტიკის შემთხვევაში, როცა ვაწარმოებთ, მაგ შემთხვევაში ვიღებთ და ხდება მისი კორექცია. აგრეთვე, როდესაც სქესობრივი კონტაქტის დროს მგრძნობელობა იკლებს. აღარ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო, საშო ფართოვდება. უსიამოვნო ხმები სქესობრივი კონტაქტის დროს, არასასიამოვნო აირების. ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს კი. ნამდვილად. კიდევ რაც აი დისკომფორტი, რომელიც ვახსენეთ მანამდე. ორგაზმთან არის თუ არა კავშირში, ვთქვათ, რაიმე ასეთი ფიზიოლოგიური დარღვევა. აი თქვათ ანატომიური დარღვევა, მოდი უფრო სწორი იქნება. ორგაზმის შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე ჯიწერტილის აუგმენტაციას, რომელიც არანაირად არ არის დადასტურებული მეცნიერული თვალსაზრისით. ეგ რას ნიშნავს? ანუ ყველაზე სენსიტიურ არეში შეგვყავს ეს ჰიალურონის შემოსეველი წინა კედელზე, ესე რომ ვთქვათ, საშოს წინა კედელზე, რაც ზრდის ამ სენსიტიური არის, ესე რომ ვთქვათ, მგრძნობელობას. ხო. ოკეი. ამართლებს ეს მეთოდიკა? დაკვირვებიდან გამომდინარე. ზოგ შემთხვევაში ამართლებს, ზოგ შემთხვევაში არ ამართლებს. არის საშუალება, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენება. მაგრამ ესეთი წერტილი, რომ მე ამ წერტილში შევიყვან ამ პრეპარატს და აუცილებლად იმ წერტილში შეყვანის შემდეგ ორგაზმი ექნება ქალბატონს, რა თქმა უნდა, კარგი, ჩარდის უნებლიე შეუკავებლობა თუ არის აი ამ შეუკავებლობა, ასე ვთქვათ, აი ამ ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება
დიახ, ეს მცირე ინვაზიური ჩარევითაც შესაძლებელია, ძაფების ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ძაფი არის ტექნოლოგიურად, რომელიც აკეთებს ამ შარცაწვეთის, ესე რომ ვთქვათ, აწევას და ფიქსაციას. მაგრამ ეს არ არის მუდმივი შედეგი, როდესაც მცირე ინვაზიურ მეთოდებებზე ვსაუბრობთ, ეს ძაფი აბსორბირებადი ძაფია, რომელიც დროთა განმავლობაში გაიწოვება და რა თქმა უნდა, შედეგიც არ არის მუდმივი. დროებითია, თუმცა რაღაც გამოსავალი ხალხის არის. კი. კარგი, მაგრამ მოდი ესე კი დავსვამ კითხვას. თქვენ ახსენეთ მშობიარობა ერთხელ წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც გააჩინა 2, 3, 4 ხანდახან მეტი შვილი, ხო? ამ დროს ხომ ანატომიურად ბევრად უფრო ზიანდება ვიდრე ერთი მშობიარობის შემდგომ, ხო? ეს დაზიანება არის წინა კედლის, საშუალო წინა კედლის კუნთოვან ლორწოვანი შრის დაზიანება, დილატაცია, გაფაშრება, ანუ რიგიდულობა კლებულობს, სიმკვრივე კლებულობს, ხო? გააჩნია კიდევ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ზოგ შემთხვევაში, ხო, ტრაუმული მშობიარობა, იქ ვაკუუმი შეიძლება დაგჭირდეს და არ იყოს ეპიზიოტომია, ჩაჭრა შეიძლება იყოს საჭირო. დაგჭირდეს ეპიზიოთერაპია, ხო. ნამდვილად. ანუ ეს არის რეალურად ძალიან ხშირი. იმიტომ რომ ადამიანებს მერტვა ყველა კარგად ამყოფოს და გაამრავლოს ჩვენი ქვეყანა, ეს რეალობაა, ხო? მშობიარობა უწევს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს და ამ დიდი ნაწილიდან პრობლემატიკა აქვს ასევე ძალიან ბევრს. აი რისი კითხვა მინდა თქვენთან მაგალითად გაგუას კლინიკაში წელიწადის განმავლობაში ან თქვათ ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით რამდენი ქალი იტარებს საშოს გამაახალგაზრდავებელ ან გამაჯანსაღებელ პროცედურას დაახლოებით აი დაახლოებით გეტყვით ჩვენ ესე რომ ვთქვათ ჩვენს კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც მოგეხსენებათ ყველაზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა გენიალური ნამდვილად შესაბამისად ეს პაციენტები რომლებიც ჩვენთან მშობიარობენ და ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ მოგმართავენ რა თქმა უნდა ბევრია სხვებთან შედარებით იმიტომ რომ მომართვიანობაც თქვენივე კონტინგენტი ბრუნდება თქვენთან ხო დიახ ну ეს ციფრს ვერ დაგისახელებს ნამდვილად მაგრამ ბევრია კი კარგი მოდი დავიწყოთ ძირითადი პროცედურებიდან რომელიც თქვა იწარმოება ერთ-ერთი ჩივილი რომელიც შეიძლება ასაკთან ერთად გამოვლინდეს არის ვაგინალური სიმშრალე ხო ერთ-ერთი გამოწვეული პრობლემების გამომწვევი ამ მიმართულებით აი რა პროცედურები იწარმოება თუ შეიძლება ვაკეთებთ საშოს პლაზმოლიფტინგს ვაცენტრიფუგებთ სპეციალურ სინჯარებში საკუთარ ქსოვილს დიახ და ხდება დატენიანება ღრმა დატენიანება ქსოვილების რასაც ესე რომ ვთქვათ დიდი ხანგრძლივი ხელწლები არა აქვს შედეგი და 18 თვეში ორჯერ მაინც სჭირდება გამეორება თუმცა შედეგი ძალიან კარგია და პროცედურა მარტივია ძალიან რამდენი ხანი გრძელდება გაუტკივარებაც კი არ სჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი რეაბილიტაცია პლაზმოლიფტინგს ესე არა აქვს ინსულინის ესე რომ ვთქვათ შპრიცით გარკვეულ ადგილებზე იგივე ტექნოლოგია გამოიყენება კი ზუსტად ეგრეა ძალიან კარგი მოდით ახლა თუ შეიძლება გითხარით შარდის შეუკავებლობის დროს ძაფი ახსენეთ ერთ-ერთი მეთოდი თქვათ კიდე რა პროცედურებს აწარმოებთ დაუშვათ როცა არის ეს ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში ეს ხშირია სამწუხაროდ აქ არ არის ასაკთან კავშირი ხო პირდაპირ შეიძლება 30 წლის ასაკში ქონდეს ადამიანს ეს პრობლემა ხო ან იგივე თუნდაც უკანა კედლის ატონია ხო როცა რექტოცელია აი მაგ მომენტებში მცირე ინვაზიური ჩარევებიდან რას თავაზობთ თქვათ პაციენტებს და უფრო თქვათ ფართომასშტაბიანი პროცედურები ძალიან დიდი დისკომფორტია ქალბატონებისთვის სტრესული შარდის სტრესული შეუკავებლობა იზოგს დაცემინების დახველების დროს შარდის წვეთებს გრძნობს აქაც ასაკი აფიშვეში არ არის არა ქირურგიის შემთხვევაში სპინალური ანესთეზიით კეთდება უკვე საოპერაციოში რეაბილიტაციაც უფრო ესე რომ ვთქვათ 4-დან 5 კვირამდეა უფრო მეტად სიმართლე გითხრათ როდესაც მაქამდე მიდის უკვე ქირურგიამდე საქმე უკვე უკანა კედელსაც ვაკეთებთ წინა კედელსა და ხო და კომბინირებულად ხდება მოკლედ კომბინირებული ოპერაცია. ძალიან წარმატებული ოპერაცია, ეს მე ჩემს პრაქტიკაში მქონია ამ ოპერაციებთან შეხება, ძალიან წარმატებული და ხაზგასმით მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მაყურებლამდე მივიტანოთ ის, რომ საშოს კედლების ატონია, აი მარტივად რო ახსნათ, მაგრამ თქვენც კარგად მეხმარებით, ეს არის უბრალოდ მოდუნება გარკვეული შრის და ამის შემდგომ ის, ასე ვთქვათ, ტუბუსის ფორმის საშო, რომელიც უნდა ასრულებდეს თავის ფიზიოლოგიურ ფუნქციას, კარგავს ამ ფუნქციას, ხო? და სქესობრივი კონტაქტის დროს უკვე ხახუნის შეხების ძალა კლებულობს, ხო? ანუ რა ქვია, არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი მიმდინარეობს. და ამ დროს მარტო ქალი კი არ ზარალდება, ოჯახი ზარალდება, წყვილი ზარალდება, იმიტომ რომ
არასრულფასოვანი სქესობრივი აქტი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე საბოლოო ჯამში პრობლემაში გადაიზრდება. ჯაჭვურად არის მიბმული სქესობრივი კონტაქტი, ინტიმური ცხოვრება, მე შემდეგ უკვე პირად ურთიერთობებთან, ქალისთვის შეფასებასთან. რა თქმა უნდა. ბევრად უფრო, ესე რომ ვთქვათ, თავდაჯერებული ხდება შემდეგ ქალბატონიც, ვინც იკეთებს ესეთ ოპერაციას. თავდაჯერებულობის ხარისხი ბევრად უფრო მატულობს. კარგი, მოდი ახლა მაგ ოპერაციას კიდევ უფრო ჩავეძიოთ, რომ დაახლოებით 1 დღე სტაციონარში ალბათ ხო, დარჩენა. 1 დღე, დიახ, მეორე დღეს ვწერთ. სახში. მარტივი ჰიგიენის წესების დაცვა, თქვათ 1 თვის განმავლობაში მოვლა და 1 თვის მერე პრინციპში ადამიანი უბრუნდება თუ არა ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს. აბსოლუტურად კი. და ამავდროულად არათუ ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს იბრუნებს იმ დანაკარგს, რაც ჩვეულებრივად ფიზიოლოგიურად ჯანსაღად ცხოვრების საშუალებას აძლევს. შესანიშნავია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ავხსნათ დეტალურად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ პოდკასტის საშუალებით შეიძლება სრულიად შემთხვევით მოსმენის შედეგად წეღანაც აღნიშნეთ ეგ ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დროულად მიმართოს ექიმს, ხო? და რაღაცა არ გადადოს ეს მარტივი თუნდაც მოსაგვარებელი პრობლემა შორეული მომავლისთვის. კიდე რა ტექნოლოგიებს იყენებთ? აპარატურული ტექნოლოგია. მოდი შევეხოთ ამასაც. გაგვას კლინიკაში თუ გაქვთ დამატებით, თქვათ, აი რაღაცა ლაზერული თემები არის იქა. ჩვენს კლინიკაში არის დგას ფოტონას აპარატი. და აპარატურული, ესე რომ ვთქვათ, გაახალგაზრდავებაც ხელმისაწვდომია. რა დროს გამოიყენება მაგალითად ეს გაახალგაზრდავება, როცა ამ ტიპის დაზიანებები არ არის? მარტივ დაზიანებებზე აქვს საუბარი. აპარატურულ გაახალგაზრდავებას გულისხმობ. კარგი, მოდი ახლა შევახოთ ფინანსურ თემებსაც რა. მივცეთ ჩვენს მაყურებელს საშუალება, რომ მოემზადოს სიტყვაზე თქვენთან მოსასვლელად. რა ჯდება მაგალითად მცირე ინვაზიური პროცედურები? დაახლოებით ჩვენ არ გვინდა ზუსტი თანხების დასახელება და სულაც არა ჩვენი მიზანი რომ რაღაც ფინანსებზე ვისაუბროთ. ან რა დაახლოებით რა თანხებში არის აი სრულფასოვანი წინაუკანა კედლის, ანუ ვაგინოპლასტიკის წარმოება. მცირე ინვაზიურსაც შეეხება დაახლოებიდან 1000-დან 1700 ლარამდე მერყეობს მცირე ინვაზიური ვაგინოპლასტიკის ფასი. აბსოლუტურად ნორმალურია. დიახ. ამ მასშტაბის შედეგებისთვის, რასაც ეს პროცედურები იძლევა, ძალიან ნორმალურია და უფრო გაფართოებული ქირურგიული მხარდაჭერა. გაფართოებული 2000 ლარამდე. სულ ეგ არის, ხო? ახლა ჩვენი კლინიკა საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, ისე არის ადაპტირებულია ნამდვილად ქართულ რეალობასთან. ეს ქართულ რეალობასთან. ძალიან კარგი. მაყურებელს აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენი სპონსორი, თქვენის ნებართვით, აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები წარმოდგენილია. როგორც ყოველთვის პოდკასტის სტუდიის მაგიდაზე აჰავას პროდუქცია, მოვლის საშუალებები ისრაელიდან აჰავა საკუთარ პროდუქციას თავზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. ეს ბრენდი სრულიად ორიენტირებულია ეფექტურობასა და გამოყენებისას შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოაო. ასეა თურმე. შეგახსენებთ, რომ აჰავა, ისა ჩვენ პოდკასტმა ბინა დაიდო პოდკასტ პოინტში, სადაც ძალიან კარგი გარემოა და მე მგონი მარიამის დამეთანხმება, საკმაოდ კომფორტულ გარემოში იწერება ჩვენი კასტი. მოდი შემდეგი კითხვა. რა საფრთხეებს შეიცავს საშოს კუნთების მოდუნება. როდესაც ადამიანი არ აქცევს ყურადღებას, არის პრობლემა ცისტოცელე, რექტოცელე, ანუ წინა კედლის და უკანა კედლის მოდუნება, დაწევა და არ აქცევს ყურადღებას. აი, არ აინტერესებს. როგორი სახის პროგრესიით შეიძლება განვითარდეს აღნიშნული პრობლემატიკა. ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, ცუდი და ესე რომ ვთქვათ, როდესაც ყურადღებას არ აქცევენ ქალბატონები ამას წლების განმავლობაში, შეიძლება მოხდეს პროლაპსი. აუხსნათ თუ შეიძლება გამოვარდნა, ესე რომ ვთქვათ, საშვილ კედლების და ზოგ შემთხვევაში ანუ სხეულს გარეთ ვთქვათ დაშვება. დიახ, და ყოლია სამწუხაროდ ეგეთი პაციენტებიც არც თუ ისე ცოტაა. სამწუხაროდ, როცა არ აქცევენ ყურადღებას, ეს წლების განმავლობაში მიდის დამაგრებას ზოგი ვინცაც არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, საჭირო ცოდნა თუ გამოცდილება ხო არ არის ინფორმირებული, ყოლია ისეთი პაციენტებიც, რომლებიც რაღაცნაირად დამაგრებასაც ახდენენ, რომ ოღონდ არ ხო, ეს ძალიან იშვიათია, ეხლა მე რასაც ვამბობ, მაგრამ ხო, ყველაზე ცუდი ვარიანტი და ყველაზე ესე რომ ვთქვათ, საბოლოო წერტილი ეს არის.
რომ შეიძლება მოხდეს ყელის გარდა პროლონგირებაც იყოს. იმისა, რომ მთელი ამ ცხოვრების მიმდინარეობისას იქ არის მუდმივად მიმდინარე პრობლემატიკა, ხო? კარგით, მოდით თქვენ ახსენეთ დასაწყისში ლაბიოპლასტიკა. ეს არის უფრო ესთეტიკური თვალსაზრისით პირობითად, თუმცა ფუნქციონალურადაც პრობლემატიკა. უფრო კარგად ავხსნათ ლაბიოპლასტიკის სიმარტივე, მოდი ასე ვთქვათ, რომ ლაბიოპლასტიკა არის ოპერაცია, რომელიც მცირე სასიცხო ბაღების ანატომიური თავისებურების, ვთქვათ, ჰიპერტროფიის დროს, ვთქვათ, ლორწოვანის ჰიპერტროფიისას, ან თავისთან პირობითად ანატომიურად ასეთი მოცულობის დროს ვახდენთ მის რედუცირებას. რა ტიპის ოპერაცია, რამდენად მარტივია და რამდენად სწრაფად უბრუნდება ადამიანის შეუცხოვრებას? ორნაირად ვაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, ერთი არის, როდესაც საოპერაციო შეკეთება, ვთქვათ, თუ პაციენტს აქვს იმის შიში, რომ ადგილობრივი გაუტკივრებით არ გაკეთდეს, მაგ შემთხვევაში ვაკეთებთ ხოლმე საოპერაციოში, მაგრამ ძირითადად მაინც ამბულატორიაში ვაკეთებთ და ამბულატორიულად ხდება ამ ოპერაციის წარმართვა, ადგილობრივი გაუტკივარებით. დაახლოებით არის 25 საათი 35 წუთიანი პროცედურა. ადგილობრივი გაუტკივრებით, როგორც აღნიშნე, ხდება მოკვეთა სიმეტრიული, რა თქმა უნდა, რომ ასიმეტრია არ ქონდეს პაციენტს, სიმეტრიული მოკვეთა ზედმეტი ქსოვილის და პლასტიკური ნაკერის დადება. კარგით, რა ტიპის უკუჩვენებები არის ამ ტიპის ოპერაციების, ამ მცირე ინვაზიური ჩარევებისას? არის თუ არა რაიმე სპეციფიური ჯგუფი პაციენტების, სადაც რეკომენდებული არ არის? ეს ერთი კითხვა და აქვე კითხავთ. დაუშვათ არ აქვს დასრულებული ქალს გენერაციული ფუნქცია და ისევ აპირებს კვლავ შემდგომში ბავშვის გაჩენას და კვლავ ვთქვათ, ასე ვთქვათ, გარკვეული სტრესის გამოწვევას ამ რეგიონისათვის. ურჩევთ თუ არა ამ ტიპის პაციენტებს ჩაიტარონ მაგალითად ვაგინოპლასტიკა ან ლაბიოპლასტიკა? თუ ეუბნებით რომ დაასრულებთ თქვა გენერაციული ფუნქცია და მოდი მერე მივხედოთ. რაც შეეხება ვაგინოპლასტიკას, თუ ქირურგიულ ვაგინოპლასტიკას გულისხმობთ, ქირურგიული ვაგინოპლასტიკის შემდეგ ფიზიოლოგიური მშობიარობა აღარ არის რეკომენდებული. და რაც შეეხება ძაფებით პლასტიკას, ძაფებით პლასტიკის შემთხვევაში 2 წლის მერე თუნდაც მალევე რო დაორსულდეს, პრობლემა არ არის. შეუძლია ფიზიოლოგიურადაც იმშობიაროს, არანაირ ესე რომ ვთქვათ, უკუჩვენებას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა. ლაბიოპლასტიკას რაც შეეხება, ლაბიოპლასტიკა არანაირ კავშირში არ არის მშობიარობასთან. შესაბამისად, უკუჩვენება არ ითვლება. რეპროდუქციული გეგმები. თქვენი აზრით ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, თქვათ, ამ პერიოდში თქვენ აქტიურად მოღვაწეობთ ამ მიმართულებით. სოციალური მედიის ტენდენციები ახდენენ თუ არა ზეგავლენას მომართვიანობაზე, ანუ გაპოპულარულდა თუ არა ეს პრობლემატიკა და გამარტივდა თუ არა მომართვიანობა, რა საკვირდებით? აბა თავისუფლდება ხალხი ამ პრობლემას? ნელ-ნელა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ვაკვირდებით, აი როდის დავიწყეთ და რამდენი პაციენტების ზრდის სტატისტიკას, რა თქმა უნდა, გაიზარდა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ისეთი ტემპი, რომ აი სტატისტიკურად ესე ავიდეთ, შევიდეთ, მაგრამ ხო კი, ნამდვილად, როცა დავიწყეთ ამდენი, ცნობიერება იყო დაბალი. შესაბამისად, ეხლა უკვე საუბრობთ, ექიმებიც აღარ ვერიდებით ამ თემაზე საუბარს და უფრო მეტად, ესე რომ ვთქვათ, მეტი ინფორმაციულობისთვის ვიდეოებსაც წერთ, რომ იქნებ ეცნოთ რომელიმე სიმპტომი, რომელიმე, ესე რომ ვთქვათ, ჩივილი და მოგმართონ შესაბამის ექიმს. ძალიან კარგი. გარკვეული პრობლემის მოსარკვევად. ძალიან კარგი. მარიამ, რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს თქვენ, როგორც მეან გინეკოლოგი და ესთეტიკური გინეკოლოგიის მოქმედი სპეციალისტი? მე ესეთ რჩევას მივცემდი, რომ თუ პრობლემა გააქვთ და თუ გააქვთ რაიმე ჩივილი, რისი მოგვარებაც გინდათ, არ არსებობს, ესე რომ ვთქვათ, რაიმე პრობლემა, რის მოგვარებაც არ შეგვიძლია, ან რაიმე გზა არ ვიპოვოთ მის აღმოსაფხრელად. პლუს ამას ეს პროცედურები, ეს ძალიან მოწყვლადი ჯგუფია ეს ქალბატონები. შესაბამისად, რეალისტური მოლოდინები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთ რამეს არ უნდა დაუპირდეთ, თქვათ, როგორიც შეიძლება შედეგი არ დადგეს. რაც იცრუეა სინამდვილეში და შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა და სულიად სხვა მოლოდინი კონდეს. ხო, რეალისტური მოლოდინები. რაც თავდაჯერებულობის ხარისხსაც, ცხოვრების ხარისხსაც იმდენად უცვლით, რომ ნამდვილად ღირს ეს ყველაფერი, რომ მათი ცხოვრების ხარისხი, ესე რომ ვთქვათ, გაზარდნონ.
მე მაინტერესებს უბრალოდ ქალი კაცი ერთად თუ მოდის და თქვა ამ პრობლემაზე ერთად უსაუბრობენ. ერთად არ უსაუბრიათ. ნამდვილად, მაგრამ ძირითადად ცალკე მოყოლილა პაციენტს მისი პარტნიორი, თუმცა ხო, ანუ თავს მხოლოდ, იკავებენ გასაგები. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა მითები და რეალობა და ახლა მოდი დავამსხვრიოთ ზოგიერთი მითი თქვენთან ერთად. მითი პირველი. ესთეტიკური გინეკოლოგიური პროცედურები მხოლოდ სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად კეთდება, ასეა თუ არა? არა, მითია, მხოლოდ. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ. არა მხოლოდ. იქ უამრავი რამ ჩამოვთვალეთ ჩვენ უკვე ის გამოც ეს პროცედურები კეთდება. მითი ნომერი 2. ვაგინალური გაახალგაზრდავება აუცილებლად მოითხოვს ხანგრძლივ ქირურგიულ ჩარევას და ნარკოზს. მითია ესეც ნამდვილად. თქვენ ესეც აღნიშნეთ და მადლობა ამისათვის, ანუ ადგილობრივი ანესთეზია ერთი დღე დაყოვნება შეიძლება სრულიადაც ამბულატორიულად გაკეთდეს ეს პროცედურა და უმოკლესი რეაბილიტაცია. მაქსიმუმ თუ ქირურგიულ ჩარევაზეა საუბარი, ერთი დღე მინიმალური ინვაზია და ერთი თვე თუ სერიოზული, თქვათ, შედარებით მასშტაბური ჩარევა გაკეთდა, ხო? მითი ნომერი 3. მშობიარობის შემდგომი ყველა ცვლილება, ტრავმა, დეფორმაცია, მოდუნება დროთა განმავლობაში თავისით აღდგება. მითია ნამდვილად თავისით ყველა ცვლილება ვერ აღდგება. მოდი ამას ჩაუბრმავდეთ. დაუშვათ გავიდა მშობიარობიდან ერთი თვე. ან დაუშვათ მოდი მივცეთ მეტი დრო, თქვათ 6 თვე. და პრობლემატიკა მოდუნებული კედლების, თქვათ უნებლიე შარდვის, თქვათ არასრულფასოვანი სქესობრივი აქტის დგას. ეს ხო აღარ ალაგდება. არა, თუ დგას ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ვარჯიშით, კეგელის ვარჯიშით რაღაცები მოვაგვაროთ და ხელი უბრალოდ შევუშალოთ ამ პროცესის გაღრმავებას, მაგრამ ისე რომ აღმოვფხრათ თუ ეს პრობლემები გვიდგას დღის წესრიგში, ესე რომ ალაგდეს ყველაფერი თავისით, რა თქმა უნდა, არ არის. მიღებულია. მითი ნომერი 4. ესთეტიკური გინეკოლოგია ეფექტურია ნებისმიერ ასაკში, როდესაც ქალი განიცდის დისკომფორტს. ნებისმიერ ასაკში, როდესაც ქალი განიცდის, მითი არ არის, მე მგონი. რეალობა. ანუ მოგვარებადია, კი, გააჩნია. მიუხედავად ასაკისა კი. პირდაპირი კორელაცია კავშირი ასაკთან არ არის. ძალიან კარგი. თუ ქალს პრობლემები აქვს სქესობრივ ცხოვრებაში, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური საკითხია? მხოლოდ ფსიქოლოგიური საკითხი არ არის. რა თქმა უნდა. აი კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვენთან ერთად თქვათ. იგივე გაგუას კლინიკაში, სადაც კარგი პირობებია და კარგი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით, ხო? თუნდაც სხვაგან, როცა ადამიანს აქვს სქესობრივი პრობლემები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ანატომიური სპეციფიკა. ტრავმული იქნება ეს, შეძენილი, მშობიარობის შემდგომი, თანდაყოლილი თუ უბრალოდ ასეთი მდგომარეობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ანატომია და არა მხოლოდ ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობები, ხო? კარგი, შემდეგი მითი, ვაგინალური გაახალგაზრდავების პროცედურების ჩატარების შემდეგ მათი განმეორება საჭიროა ხშირად, ანუ 60 თვეში ერთხელ. მითია თუ რეალობა? არა, მითია, იმიტომ რომ მცირე ინვაზიურ ჩარევებს აქვს თავისი პერიოდი, რამდენიმე წელი. შესაბამისად, არა ყოველთვიური, მაგრამ აი 3 წელიწადში ერთჯერ, როდესაც მცირე ინვაზიურ ჩარევას ვანხორციელებთ, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ არა, ეს არ არის, ესე რომ ვთქვათ, ყოველთვიური პროცესი. მადლობა და ბოლო მითი, საქართველოში ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურები სიახლეა და ამიტომ არ არის სანდო. დიახ, ჩვენთან ეს სფერო ახალი განვითარებულია, მაგრამ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე და კმაყოფილი პაციენტებიდან გამომდინარე პირველ რიგში, მაღალი სანდოობით სარგებლობთ ნამდვილად ქართულ ბაზარზე. ჩემი რჩევა იქნება ქალბატონებისთვის, რომ თუ აწუხებთ ის პრობლემები, რა პრობლემებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ტრავმული მშობიარობის შემდგომ გრძნობელობის დაქვეითება, ესე რომ ვთქვათ, ნაწიბურები შორის ის არეში, ტრავმული მშობიარობის შემდეგ ზოგს როგორც აღნიშნეთ, ეპიზიოტომია ჭირდება, გრძნობელობის დაქვეითება ზოგს ანორგაზმი აქვს. ანორგაზმია, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემა და ერთი პროცედურით ვერ მოგვარდება, მაგრამ თავარი არის ის, რომ მოვიდნენ კონსულტაციაზე, დროულად მოხდეს, ესე რომ ვთქვათ, შეფასება პაციენტის, რომ მკურნალობაც და ესე რომ ვთქვათ, მიდგომაც თითოეული პაციენტის მიმართ გვაქვს ინდივიდუალური. და ყველა პაციენტმა მინდა იცოდეს, რომ ეს თავიანთი პრობლემები, რა თქმა უნდა, არის კონფიდენციალური და შესაბამისად თავი არ შეიკავონ
კონსულტაციისგან, ან სირცხვილის გამო, ან რაიმე, ესე რომ ვთქვათ, დისკომფორტის გამო, ჩვენს კლინიკაში დახვდებათ ისეთი გარემო, რომ აბსოლუტურად, ესე რომ ვთქვათ, ყველა დისკომფორტი მოეხსნებათ. ძალიან მეგობრული გუნდია. ძალიან კარგი. სად მოვიდნენ, ბარემ, გითხარი, გაგუას კლინიკა დღეს სად არის? მაგალითად თქვენი სივრცე სად არის განთავსებული? გაგუას კლინიკა ის მთავარი ფილიალი არის დიღმის მასივში, ჯავახიშვილის 6-ში და დაგვემატა ახალი ფილიალი ვაჟებ-შაველას 40 ნომერში, დიახ, ამბულატორიული კლინიკა გაგუასი და მოკლედ იქაც შევძლებთ ანუ ვაჟებ-შაველას 40-ში მაგალითად ქალაქის ცენტრში თავისუფლად შეიძლება მოვიდნენ და ამ მიმართულებითაც გაერონ კონსულტაცია. ძალიან კარგი რჩევა იყო, იმიტომ რომ თავს იკავებს ადამიანი კონსულტაციისგან. აქ ხალხი არ არის პირდაპირ ოპერაციაზე შესვლის, ხო? აქ მოდი ჯერ გავიგებ, მოვისმენ, გავაანალიზებ და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევისათვის. იმიტომ რომ ქართული მედიცინა ზოგადად, კლინიკური მედიცინა, ეს გინეკოლოგია, მეანგინეკოლოგია მით უმეტეს, ხო, უდიდესი ისტორია აქვს საქართველოში ამ დარგს. ეს სფერო ესთეტიკური გინეკოლოგია მხოლოდ იმ ტაბუს და გამოიყო, დახურული რაც არსებობდა, ხო? არ იყო თითქოს ეს პრობლემა და ახლა ადამიანმა როცა დაიწყეს ამაზე საუბარი, აღმოჩნდა რომ ეს პრობლემა არსებობს. შესაბამისად, აქ ქირურგიული თუ სამკურნალო манипуляციების წარმოება თავისთავად აპრიორში პრობლემატიკა არ არის. აქ უბრალოდ თემაა თვითონ ახალი და შესაბამისად სიახლე თემის არ განაპირობებს არასანდოობას. ეს უბრალოდ მეტი და მეტი პოპულარიზაციით სარგებლობს, თორე ტექნოლოგიურად სუფასოვანი მხარდაჭერა ხდება ამ პაციენტების, ხო? აბსოლუტურად გეთანხმება. მარიამ ჯანელიძე იყო დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარი. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ სულ მცირედი ამ პატარა ჩვენი ეპიზოდით შევეცადეთ ცნობიერება აუმაღლოთ იმ ადამიანებს, ვინც სრულიად გაუაზრებლად შეიძლება თავს იკავებს გარკვეული ჯანსაღი ნაბიჯის გადადგმისაგან და წვალობს. ხო, წვალობს სქესობრივ ცხოვრებაში, წვალობს თქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სქესობრივ ცხოვრებაში რო თავი დაანებო, უამრავი დისკომფორტი მოაქვს საშოს პრობლემას, შობიარობის შემდგომ პრობლემებს და ამასთან ასოცირებულ სხვადასხვა პათოლოგიას. რისი მოგვარებაც დღეს საქართველოში შესაძლებელია, ხო? ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო გაგუას კლინიკის მეანგინეკოლოგი, წამყვანი სპეციალისტი ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით. მარიამს ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ შეგახსენებთ, რომ მოიწონეთ ჩვენი ეპიზოდები, კიდევ და კიდევ ჩავწერთ შემდეგ საინტერესო ეპიზოდებს. ახლა გემშვიდობებით, დროებით, მადლობა, ნახვამდის.